თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა აქციების ეს დაკავებული პირების პირველი პროცესი, რომლის გადაღების უფლებაც მედიას არ მიეცა. დღეს სხდომათა დარბაზში საპროტესტო აქციების ეს დაკავებული 11 პირის საქმეზე გამართულ სხდომას არ იღებდა არც ერთი კამერა, არც ერთი ფოტოაპარატი და არც იწერდა არც ერთი აუდიო ჩამწერი მოწყობილობა და ჟურნალისტები, რომლებიც დღეს სასამართლოში მოვიდნენ იმისთვის, რომ გაეშუქებინათ სასამართლო პროცესი, იყვნენ აი აქ, სადაც რასაც ახლა თქვენ ხედავთ შესასვლელთან სასამართლოს ეზოს, მათ არ ჰქონდათ არც ეზოში შესვლის უფლება და არ ჰქონდათ არც დერეფანში, სასამართლოს დერეფნებში მუშაობის უფლება. დღევანდელ სხდომაზე ბუნებრივია ჟურნალისტებმა მიმართეს სასამართლოსაც ძველი წესით, რომ მათ ეთხოვათ უფლება პროცესის გადაღების, ასევე ახალი წესის თანახმად მიმართეს იუსტიციის საბჭოსაც, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების თანახმად მიიღებს 27 ივნისიდან ამოქმედებული ცვლილებების თანახმად მიიღებს აწი გადაწყვეტილებას იმის შესახებ, მისცემს თუ არა ნებართვას მედიას საშუალებებს იმისა, რომ გადაიღონ სასამართლო პროცესები, თუმცა მათ არ მიუღიათ პასუხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან და ასევე სასამართლოზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა განაცხადა, რომ ეს უკვე არ ეხება მას და რომ ამაზე გადაწყვეტილებას სასამართლო არ იღებს. შესაბამისად ეს არ არის მისი პასუხისმგებლობა, თუმცა ნინო გალუსტაშვილმა დღეს მას შემდეგ, რაც ადვოკატებმა მას არაერთხელ მიმართეს და არაერთხელ თხოვეს, რომ იქნებ შუამავალი მაინც იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მედიას შორის იმისთვის, რომ საჯარო იყოს ის პროცესები, რომლებზეც ძალიან მაღალი ინტერესი არსებობს საზოგადოებაში. მან თქვა, რომ ამას გააკეთებს, თუმცა როგორც ადვოკატები შემდგომში ჩვენთან აცხადებდნენ, მათ არ იციან თუ როგორი მოლოდინი უნდა ჰქონდეთ ამასთან დაკავშირებით. დღევანდელი სხდომა 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ 6 საათის განმავლობაში დაიკითხა 4 მოწმე, 4 პოლიციელი, ისინი მონაწილეობდნენ ამ დაკავებული პირების ან დაკავებაში, ან მათ ჩხრეკაში. მათი დაკითხვა საკმაოდ მცირე ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, მანამდე საკმაოდ დიდი დრო დაეთმო სწორედ ადვოკატების პოზიციების წარმოდგენას და მათ შუამდგომლობებს თუ მათ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესები უნდა იყოს საჯარო და საზოგადოებას უნდა შეეძლოს ამ სასამართლოს სხდომების ნახვა, მოსმენა იმის თუ რას ამბობენ მოწმეები ჩვენებებზე, რა გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე, როგორია მხარეთა პოზიციები და ასე შემდეგ და ასევე საკმაოდ დიდი დრო დაეთმო წერილობით იმ მტკიცებულებების გამოკვლევასაც. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ადვოკატების კომენტარები, მათ ეს კომენტარები გააკეთეს მას შემდეგ, რაც სასამართლო სხდომა დასრულდა. 2016 წლიდან ფაქტობრივად ყოველდღურად ჩართული ვარ პრაქტიკულ საადვოკატო საქმიანობაში და მე არ მახსენდება დღე, როცა სასამართლოს შენობა და ზოგადად ეზო დახურული ყოფილიყო და ხელმიუწვენელი მედიისთვის. მედიის წარმომადგენლები რომ ფიზიკურად ესწრებიან დარბაზში პროცესს, ეს არ არის საჯაროობის პრინციპის სრულყოფილი დაცვა. მედიას არ აქვს დღეს შესაძლებლობა რომ ტექნიკით ვიდეო გადამღები ან ჩამწერი მოწყობილობით იყოს სრულად უზრუნველყოფილი არა მარტო სასამართლოს სხდომის დარბაზში, არამედ ზოგადად სასამართლოს შენობაში. შეეხება დღევანდელ პროცესს, ფაქტობრივად წერილობითი მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკვლეული და ნათლად დადასტურდა კიდევ ერთხელ ის ფაქტი, რომ არც ერთი დაზარალებულა ცნობის დადგენილებიდან გამომდინარე, გამოკითხვის ოქმებიდან გამომდინარე არ უთითებს კონკრეტულ პირზე, თუ ვისგან მიიღო დაზიანება, ვისგან აქვს ფიზიკური დაზიანება და არც ერთ მათგანს არ შეუძლია ხელი დაადოს კონკრეტულად რომელიმე პირს 11 პირთაგან, თუ ვინ განახორციელა მათ მიმართ რაიმე სახის უკანონო მოქმედება, რის შედეგადაც მიიღეს საერთოდ თუ არ მიიღეს ზოგადად ის დაზიანებები. არის ის, რომ დღევანდელ პროცესზე ჩვენ ნახეთ მედიასთან და თავისუფალ სიტყვასთან ბრძოლა, რაც განპირობებული არის იმით, რომ სასამართლო პროცესზე მოდიან მოწმეები, რომლებიც ან იტყუებიან, ან თავიანთ ნათქვამს რეალად ვერ ადასტურებენ და სასაცილო მდგომარეობაში იყენებენ თავს. აქედან გამომდინარე, ამის აღმოფხვის ერთადერთი საშუალება იყო ის, რომ მედიას საშუალებებს არ მისცემოდა შესაძლებლობა გაშუქებულიყო ყოველივე ამის. ამის ნათელი მაგალითი არის დღევანდელი მოწმე, მაგალითად რევას კიკნაძის დამკავებელი, რომელიც უტიფრად ადასტურებდა იმას, რომ თითქოს და იმყოფებოდა რევას კიკნაძე ლისტზე, მარტო კაციშვილი არ იყო და ისინი შემთხვევით გადააწყდნენ და დააკავეს რევას კიკნაძეს. პროცესს გარდა გამამართლებელი განაჩენისა, ასევე ძალიან სჭირდება საჯაროობა, რომელიც დღეს პირდაპირ იყო შეზღუდული და ჟურნალისტებს არ აძლევოდა საშუალება, რომ გაემჟღავნებინათ და გაეშუქებინათ ის ინფორმაცია, რაც
გაგრძელებლად ხდებოდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლოს დღევან ამ წუთამდეც არ აქვს ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან და ასევე არ აქვს განსაზღვრული ვინ არის უფლებამოსილი პირი, რომ გადაიღოს ან წასვლება მოახდინოს კონკრეტული პროცესის. რაც შეეხება უშუალოდ პროცესს, დღეს პირველი მოწმე იყო მოსული, რომელიც შემხებლობაში იყო ანდრო ჭეჭინაძეს და გულისხმობ დამკავებელ პიროვნებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მე როდესაც ანდროსთან მივედი საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად, არ ვიცოდი საქმის მასალები, არ ვიცნობდი არც ერთ მათგანს, მქონდა მხოლოდ სასამართლოს ნებართვა მქონდა მხოლოდ ხელთ. ასევე ის ეძებდა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს, საქმისათვის მნიშვნელოვან ნივთებს, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაუსახელებია ანდრო ჭეჭინაძისთვის და ამის მიუხედავად ოკმში მაინც მიუთითა, რომ ანდრო ჭეჭინაძემ უარი განაცხადა კონკრეტული ნივთების წარდგენაზე. ასევე საკითხი იყო მნიშვნელოვანი კუთხით, ეს ადამიანი ამბობდა, რომ ხელის მოწერაზე განაცხადა ანდრო ჭეჭინაძემ უარი და გაურკვეველი იყო ეს მიზეზი, თუმცა ანდრომ აღნიშნა ეს დეტალურად და გასცა კითხვის პასუხი, რომ ჩემი უარი იქიდან იყო განპირობებული, რომ მე როდესაც მიგითითეთ, რომ კონკრეტულმა პოლიციელმა სარაჯიშვილის შუშის ბოთლი მესწროლა და მე დაზიანება მიიღე ფეხის არეში, ეს თქვენ არ ჩაწერეთ ოკმში არასახეთ ისე, როგორც მე მსურდა, ამიტომ პროტესტის ნიშნად მე ხელი არ მოვაწერე ამ ოკმს. ახლა გეტყვით იმასაც, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესს ასევე ესწრებოდნენ ნინო გალუსტაშვილის, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ 24 ივნისს სავალდებულო წესით დანიშნული სახაზინო ადვოკატები, რომლებიც მან საქმეზე დანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულები იყვნენ ამის წინააღმდეგი და ამის შემდეგ უკვე 27 ივნისს გამართულ სხდომაზე ამ ადვოკატებმაც მოითხოვეს თავად თვითაცილება, თუმცა ისინი მაინც დარჩნენ საქმეზე, მოსამართლემ ისინი არ აცილა საქმიდან და თქვა, რომ სასამართლო ამის განხილვას აღარ მიუბრუნდება და საქმის განხილვა გაგრძელდება სახაზინო ადვოკატებთან ერთად, რომელიც ნინო გალუსტაშვილმა სავალდებულო წესით დანიშნა. შეგახსენებთ იმასაც, რომ 11 ბრალდებულს ამ საქმეში ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ისინი დანაშაულს ბრალს არ აღიარებენ და ამ საქმეს თავიდან ბოლომდე უკავშირებენ პოლიტიკურ მოტივაციას. აქვე გეტყვით იმას, რომ ამ საქმეზე ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი მოწმე გამოიკითხა, სხდომებზე მოდიოდნენ ბრალდების მოწმეები, ძირითადად პოლიციელები, მათ შორის ის პოლიციელები, რომლებსაც აქვთ დაზარალებული სტატუსი ამ საქმეებზე, თუმცა სასამართლოსთვის არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ ამ საქმეში ბრალდებული 11 პირიდან დაზიანება მას მიაყენა რომელიმემ. საქმეზე მორიგის სხდომა დღეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 ივლისს ჩანიშნა, მან გაითვალისწინა ბრალდებულთა მოთხოვნა, მათ არ სურდათ ხვალ სხდომის ჩანიშვნა და ამბობდნენ, რომ ხვალინდელ სხდომაზე არ გამოცხადდებოდნენ, რადგან უნდათ სოლიდარობა გამოეცხადებინათ ონისე ცხადაძისთვის, ერთ-ერთი ბრალდებულისთვის, რომელიც ამ საქმეშია, რადგან მას გასულ კვირაში გარდაეცვალა მამა და ამგვარად სურდათ სხვა ბრალდებულებს ამ საქმის ფარგლებში, რომ მისთვის სოლიდარობა გამოეხატათ. შესაბამისად, შემდეგი სხდომა საქმეზე გაიმართება 4 ივლისს. საქმე გაგრძელდება მტკიცებულებათა გამოკვლევით.